ალბატონებო და ბატონებო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში დიდი ჟრიამულია, რადგანაც ვიწყებთ ყველაზე მხიარულ თამაშს ქართული ლიგა. დღეს მეოთხედფინალური შეხვედრა, დღევანდელ მეოთხედფინალში 6 გუნდი ითამაშებს. მაშასე წარმოგიდგენთ გუნდებს, ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. ხოთის გუნდი რაია. ქუთაისის გუნდი იშვიათი იმერლები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. ბორჯომის გუნდი სამკურნალო. აბაშის გუნდი სულგუგუნი. ბავშვებს თავს გადავინაცვლოთ კულისებში და მოემზადოთ პირველი კონკურსისთვის. მე კი შეგახსენებთ წესებს, დღევანდელი მეოთხედფინალი 2 ეტაპისგან შედგება. პირველი გუნდები თქვენ წინაშე წარსდგებიან იუმორისტული ნომრით, ხოლო მეორე იქნება ლიდერების კონკურსი. შემდეგ ეტაპზე 3 გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. თუ რომელიც 3 გუნდი დაძლევს ამ ეტაპს და შეძლებს ნახევარფინალში თამაშს, ამას ჩვენი კომპეტენტური ჟიური გადაწყვეტს. მაშასე შეეგებეთ მან სანკანის პრეზიდენტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ნიკოლოზ მახვილაძე. პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ამიკო ჩოხარაძე. თავისივე სახელობის ღამის შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ამ საღამოს კი ჩვენ გავუძღვებით უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე და დენსერი ჯიმი აბესაძე. სანამ უშუალოდ თამაშს დავიწყებთ, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. ასე მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ და პირველი თქვენს წინაშე წარსდგება იუმორისტული ნომრით ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. იმერეთის მასმინძელო ლამაზუდამ შეველიეო მოგესალმებით, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. რა ვარც იქნა ასრულდა დედაჩემის ოცნება. ოღონ შენი თავი სამედიცინო უნივერსიტეტში დამანახა და მე რა მომგლავსო. თქვენს წინაშეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაბადებული ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ჭირიმე. ბიჭებო, ვინაიდან დიდ სცენას დაუბრუნდით, მე მგონი ჯობია რომ უფრო თანამედროვე ხუმრობები მოვიფიქროთ. აუ მე ვიცი ბიჭებო რაც უნდა ვქნათ. მოდი სექს პატელეფონოზე დავრეკოთ, მაინც ასაკში ვარ და. აუ ნაღდია დედას გებიცები, მოდი მე დაბალაპარაკი რა. მიცა. გევიდა, მიდი. ალო. აუღმართი ალამი, ჩემგან სალამი. ლექსი გნებავთ ცხადია, ვისი მოსმენა გწადია. სიონი, რიონი, ვაჟა, ილია, გალაქტიონი. სექს პატელეფონოა? არა, გენაცვალეთ, ლექს პატელეფონოა. სადამარეკიე თვი. ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს. რაო, ბიძია. რა გული გაგვიხეთქეთ ამ ბებერხავს? კი, მაგრამ ეს მეოთხედფინალი ჩვენ არ უნდა გვეთამაშა ბავშვებს. ხო. ანდა რაღა დროის თქვენ თამაშია. მაინც და მაინც სცენაზე უნდა მოგივიდეთ რაღაცა. უყური ამპაცია სისლიკა შეწავაგდებია, გამთავარსა.
დეინახე, რანაირ თაობა მოდის. ხო შეიძლება გვაცადონ ვეტერინარებს. ვეტერანებს ბექავ. კაი მეიცადე მაცადეთ მე რა კითხვა დაუსვა. ნიკუშა მოდი мама. კაი დაუშვათ და გათამაშეთ. ჯიმი ბიძიაზე რამე ხუმრობა გაქვთ? ახლა გამცენ პასუხი. არა, ჩვენ ჯიმი ბიძიაზე აღარ ხუმრობ. რატო? რატო და ჯიმი ბიძი არის საქართველოში ყველაზე ერუდირებული, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე სექსუალური და ისი კიდე რა გითხარი რა ვარო? კაი ბექა დავშვიდი მე მგონი მაინც ჯობია რომ მომავალ თაობას დაუთმოთ სცენა. აგერ წამლის დალევის დრო გვიწევს და ჯაბა ბავშვებო გაგვაცილეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ბიჭებო, მამილოცე თვალიდან სიგარეტს უნდა დავანებოთავ. ნიკუშა, შენ რო არ ეწევი? მით უმეტეს, უფრო მარტივად არ დავანებებ თავს. მეგობრებო, მოდით მაყურებელს ხარაგაულის შესახებ მივაწოდოთ ერთი ინფორმაციაც. კი ბატონო, წელს ხარაგაულში 2 მეტრი მოთოვა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ხარაგაულს ნაკლს ვერ უპოვიდი. გასისინებუ! ისი, გოგოებო, თქვენ ტყუპები ხართ, ხო? დიახ, ტყუპები ვართ. ხო, მეცე. ბიჭებო, მე ხო იცით ახლა რანაირი პირდაპირი ვარ. არ მიყვარს ესე მოკიბული ლაპარაკი. მოდი პირდაპირ სიტუაციაზე გადავიდეთ რა. მაშასე, მოდით ვნახოთ სიტუაცია ნიკუშა პაემანზე. როგორც რა იქავე უნდა უთხრა რა, მაგრად უნდა ვიდგე, მაგრად. საწევი და კიდე ესეც. გამარჯობა ნიკა. მე იცადე. ისი გადავწყვიტე რომ ვაიმე, არ არსებობს. აქ რა ხდება? თუ შენ მოღალატე. მამამეცი გოგუესია. ვაიმე. რა იყო გოგო მარიამო, შენ არაფერი შექმნია. დაბოლოს, ჩვენი გამოსვლა მინდა დავამთავრო ხარაგაულელი ექიმის შეკითხვით. ვინმე კაი ექიმი არავინ იცით ქალაქში? დიდი მადლობა ხარაგაულის გუნდი ჭირიმე გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს და მერს ბატონ კობალ ურსმანაშვილს. შემდეგი მონაწილე ფოთის გუნდი რაია. მიულე გოლი გააძრე წამოიდი რა პატა დუპა ქართული გას თამაშობ ხარ ადამიანი ხიარული მოაზროვნე დათანჭკვიანი ფოთის გუნდისგან სალამი თავაზიანი მოგწონში ურიც ასეთი ასტამიანი ასეთი ასტამიანი ასეთი ასტამიანი ასეთი ასტამიანი ხობა მოგესალმებათ ფოთიდან ამოსული გუნდი რაია ოჰო
დაგვიბანია. აუ ეს კიდე მოვიდა. ხო და რატომ მოვედი დღეს მაინც და მაინც ამ დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში სადაც გამოდის ფოთის გუნდი რაია? თქვენ შემთხვევით გელაგ ნოლიძის ნომერი ხომ არ გაქვთ? კი მე მაქვს ჩაგაწერიებ რა პრობლემაა. 577. ეგ არა ბიჭო. აუ ეს ვინ არის? მანქანის ნომერი მინდა. მანქანის ნომერი? გელ 262. გელ 262. კაი, გადაურეკავ მე. გოგო, ფოთელებს კილო გვაქო და მართალია? რავი არა. რა ვიცი გომეც, მასე ვფიქრობ, ახლა მე კილო რომ მქონდეს, ხომ მეწოდინებოდა, ონჯღური ვაუჩქნათ ეხლა. ისე თქვენ თუ იცით, რითი გამოირჩევა ჩვენი ფოთი სხვა ყველა ქალაქისგან? რითი? იუმორიტი. წავედივე არ შემილია. კარგი მიულერ, კარგი გეყოს მორჩი და დაამთავრე. და ბოლოსკენ რა გვინდოდა რო გვეთქვა? Hello, our Robert. Barolizi. ბატონო ტრამ, რატო დააგვიანე? სად იყავით ამდენი ხანი? დასავლეთში ვიყავი აღდგომებზე ფილადელფიაში. მაგიტომ შემოგვიანდა თან მე ხომ იცი ნუ ბებია ბაბუა იქით ყავს დასაფლავებული. აკითობისას ნუ ცოტა გავიჭედე. რასაცობებია ბიჭო, რა არის ეს ამის ნანა? მაგრამ ნუ ნიჩიო რა. ისე რამე რჩევას ხო ვერ მოგცემთ? როგორ გადავიდეთ ნახევარფინალში? ეხლა ვეგაჭყვით. მიუმართავ ჟიურის. როდის მიმართავთ? ეხლა მიმართავ. კი ბატონო, მიმართეთ. მიუმართავ ჟიურის. გაბუ, ძმაო. ზვიო, ძმაო. ასტა, უფროსო. ჩემები არიან და მიმიხედეთ რა. არა. აი, საერთოდ, აი, არ მომწონს ეს როლი რა. არ გამომდის ვერ თამაშობ და საერთოდ არ მომწონს ეს როლი. ვაში წავედი რა, მე კარგად იყავით. რა გააკეთა, მანუ ჯო. ტრამპის როლს ახლა, ტრამპის როლს არ ითამაშებ ბიჭო? ამოდით ვიღაცა ტრამპის როლი არ გინდათ? ესეც მე უნდა გავაკეთო კაცო. That's all. მადლობა ბავშვებო. ფოთის გუნდი რაია გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ბეკა ვაჭარაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ტყებუჩავას და ასევე მოსწავლე ახალგაზრდობით შემოქმედების ცენტრს და კიდევ ადეიშვილის კლინიკას ფოთში. შემდეგი თქვენ წინაშე წარდგება გუნდი ქუთაისიდან იშვიათი იმერლები. დაშიერთმა გავიხაროთ ყველა ჩვენ ქართული ლიგის შემგურე ვერ მოიწყენთ ვერაფერს დაშიერთმა გავიხაროთ ყველა ჩვენ თუნდამაშე ერთად ვიყოთ ძალააგრებს ყველაფერს მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშეა კაი ხელში გამოზრდილი გუნდი იშვიათი იმერლები თქვენს წინაშე რომ კარგად გამოსულიყავით მე გავათენე იმის გამო რომ ჯგუფის ფორმებს ვამზადებდი მე გავათენე იმიტომ რომ ხუმრობებს წერდი მე გავათენე იმიტომ რომ დღე მეძინა ვაი თქვენს პატრონს ვიცია უბედურს ყველაფერი მაკლია ცხოვრებაში ცილს მე ვიკლებდი აღა მაკლია ლილე შენ შემთხვევით პახმელია ხომ ახარ ბაბაგრილ რატო? აბა ჩემ გულს ასე როგორ აფანცქველებ დაგა ლილე, მამა შენი მხატვარი ხომ არ არის? რატო? ასეთი მონალიზა რო შექმნა. გამოვეთ ბიჭო აქ რა იცით ბიჭო ლილე შენ ნატრიაშვილი ხარ ბეიბი? კი. ხო გითხარით ბიჭო ნატრიაშვილია თქვა ისე მეგობრებო, რამდენი ხანია ვთამაშობთ ქართული გას და მოდი ერთი სამახსოვრო სელფი გადავიღოთ. ჯაბოვიჩ, გაიწე, კადრში ჩანხარ. განებე გოგო ბაღანას თავი, უხარია სცენაზე გამოჩენა. მოდით ვნახოთ ბაღდადში სანაპიროზე. გაბუნია სიმპათიურია ჯაბოვიჩის მერე ომშკვიჩი გაიხსნა სტრაფიკების ობიექტი მოგესალმებით რა გნებავთ? გამარჯობა იგი მინდა მაგჩიზი ბეკონით და იგი კიდე იმაში როა
მინი ჩიქენი, აუ, იგიც მომისხით რა. ბარბეკიუ соуსი. რას დალევთ? სტანდარტული კოლა. უშაქრო. რითი გადაიხდით? 30 ლარი მიაწერეთ დეისაძეს სახელზე. მოდით ნახოთ დაკითხვა, რომელიც 1 საათი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ზედმეტად ადრე დასრულდა. სად შეინახეთ ნარკოტიკი? ლოგინის ქვეშ. ის ვარ აშოვი რა ვახარ. მოდით ნახოთ რომეო და ჯულიეტა. რომეო. ჯულიეტა. რომეო. ჯულიეტა. რომეო. ჯულიეტა. romeo Giulietta romeo Giulietta აქ ხუმრობა არა, მარა თამაშია. Hubschrauber einsatzig. Mach den Schauer, 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 mach den Helikopter 117. Mach den mach den Schauer, 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 mach den Mach den Schauer, 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 mach den Helikopter 117. Mach den mach den Schauer, Schauer, Schauer. დაბოლოს ჩვენი გამოსვლა წერილი მოვიტანე. წაიგით ხმერე. წერილი ჯიმი აბესაძეს თერჯოლიდან. გამარჯობა ძვირფასო ანზორ. არ გაგიკვირდეს, 3 წლამდე ასე გეძახდით. პენელოპა კრუზი იყო ჩამოსული და რომ არ დახვდი კი გავათხოვეთ მერე კოხრეიძეებში. ჯიმუკელა, წერს შენი ბებო. ჩემი პენსიის ცესხი რო გავს გამოტანილი გაისტუმრე, თორე მომადგა ბანკის სახლში. თხოვ ხელი მოაწერო წერილს და გამოგვიგზავნო სოფელს. მადლობა. გაბუ, ხო იცი ჯაბოუშვა რომ ახლახან ააშენა სახლი ბაღდადში, გადმოფორმებულია შენ სახელზე. Hubschrauber einsatzig. Schauer, 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 mach den Helikopter 117. Mach den mach den Schauer, 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 mach den Helikopter 117. დაბოლოს ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ ქუთაისელი მოფარიკავის სიტყვებით. ხმალი არ მოგწევს, მაგრამ როგ თეთქვა ახლა ხედა. ამ ლიგაზე ქუთაისის უყოვერთვის ვართ. ვიხოდებით აშის ხმაზე სუყელა ეთა. ჩვენ ვიხუმრეთ ჩვენი წინე ძალიან მაღლა. ხიარულად ესაღებით ბრავ. ეს ქართული ლიგა ბამბარამ ბამ. იშვიათი მელები ბამბარამ ბამ. დავასრულებ, შემდეგში გავახსენებ, გახარებ, გაცინებ, გაიცებ და ხალისებს. Quantina იყო გუნდი შიათი იმერლები! გუნდი იშვიათი იმერლები მადლობა სუხთის ქუთაისის მერიას და მერის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ დავით ერემეიშვილს გაწეული დახმარებისთვის. შემდეგი თქვენ წინაშე შეწარდგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეგილი. შერეგილი სცენაზე, ჩათვალე ფინალში ვარ ტესტე უდგა სცენაზე. იუმორის სცენაზე, მოგიყვები შერეგილის შექმნაზე. STU კი არა გებეიშნიკი ვარ მოგება მაცადე. ამ თამაშს მოვიგებ და მერე ფინალში ჩვენ თასავწევთ. ფინალებს ვაგებდით, მაგრამ მიცოდეს არ გვაჩერებს. ლიგაზე რეალ მადრიდი ვიქ ჩვენ გავაკამბეკებთ.
მოგესალმებით მეგობრებო, თქვენს წინაშეა წინა სეზონის თითქმის ჩემპიონი გუნდი შერეკილი. მოგესალმებით, ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ წელს ინტელექტუალური ხუმრობებიც გვაქვს. What are you doing for a living? არ გვინდა ინტელექტი. ადამიანურად ვიხუმროთ. შენ ის მითხარი უკანა რიგებში რომ გოგოზის ვინ არის? ჩემი მამი და შვილია. ხოჩახ მამიდას? აუ, აღარ მინდა, მე ამ გიშთან ერთად თამაში. გიჟი რატოა? ხანდახან თავის თავს ელაპარაკება ხოლმე. ხომ გითხარი ყველაფერი იციანკო? იქნებ ხა ეგეც მე დამაბრალო. აბა ვიცი ბრალია. ახ, მასაც ვეღარ მცემ. დაინახეთ. ვალალო. დავსერიოზულდეთ და სიტუაციებზე გადავიდეთ. სიტუაციებზე გადავიდეთო. როდესაც კონცერტი რეგიონში ტარდება, სცენაზე ცხოველი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა პროფესიონალი დიჯეისთვის ეს პრობლემა საერთოდ არ წარმოადგენს. ნახოთ სამტრედიელი ცხოველთა დამცველი. ვადი ძაღლაიგი. მოდით ნახოთ წყვილი ქუჩაში. აუ, იცი, მგონი შემცივდა. გონი დროა მიპასუხო. გიყვარ ვარ? აუ, ვიცი რა. კი, მიყვარხარ. მოდი ვნახოთ ინდაური ხდება გოგონებს. ყოველთვის მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კროსვორდის შევსებას. განსაკუთრებით მაშინ, თუ გვერდით განათლებული ადამიანი გიზით. საფრანგეთის დედაქალაქი. პარიზი. პირველი ქართული საკრავი. ჭიპონი. რამდენი კონტინენტია? 7. რა იყო ბიჭო, ვერ ხედავ კროსვორდს ვავსებ. გაჩერდი ხმა რა მოიღო რა. ყველაზე მაღალი მწვერვალი. ბიჭო, თვით. ევერესტი. ნახოთ სამტრედიელი კაცი კვდება.
გახსოვს ჩვენი პირველი პაემანი? გახსოვს ჩვენი პირველი კოცნა? გახსოვს ჩემი ძმა რომ ნარჩი გიგებდა? ოიც ვიგებდა, გოგო. ერთხელ ხომ მოგიგო? მერე ერთხელ მომიგო, რა ხო ნარდია, ქვაია და მოდი. და ბოლოს ჩვენს გამოსვლას დავასრულებთ ილეთით, რომელმაც ეს კაცი ნახევარფინალში გადაიყვანა. გვადლობთ მეგობრებო, თქვენს წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. გუნდი შერეკილი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კოპალიანს. ასევე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ბატონ ლევან ფიფიას. შემდეგი მონაწილე ბორჯომის გუნდი სამკურნალო. მოგესალმებათ ბორჯომის გუნდი სამკურნალო. შენ თუ იცი რა ქვია ირმის მამის დას? არა. მამი და გოგო რა ერქმე? ირმის დედის დას? დეიდა. არა გოგო ირმაი. ბიჭო გიორგა შენ რა გაწერია Facebook-ზე? გიორგი ორჯერ ნახე ძმა. გიორგი. არა ბიჭო, გიორგი ორჯერ. წაქშალეი ძმა. ბიჭო, იმდღესა, ხელი რა დამარტყია, რა თმაგინეი, ჰა? ბიჭო, ცოცხალი ადამიანი ან ხელს დაგარტყამს ან გაგინებს რა გჭირი შენ? ბიჭო გიორგი, შენა გურამას იცნობ? გურამა? აი გურამა რა. აი გურამასა როგორ არ ვიცნობ ბიჭო, თავიდანვე მასე ვერ თქვი, ჰა? სანამ გაქცეულ ხარ ჯობია სიტუაციებზე გადავიდეთ. გლადიატორი რომ TikTokers ეთამაშა. გლადიატორო, მოიხსენი მუზარადი და გვაჩვენე ვინ ხარ. ბაიო ღრუტა. ვაიმე. ნუ გეჩინია. გიორგი მიქაოდაძემ წვიმაში გოლი გაიტანა. და ბოლოს მოდით ვნახოთ ზვიომ 3 წლიანი კურსი გაიარა ფსიქოლოგთან. რატომ მიშლით ნერვებსა? რატომ ფარჩხამთ ხელებსა? გვიყვარდეს ხალხო ერთმანეთი. მაგინა. დიდი მადლობა თქვენ წინაშე თავს იკავებ და ბორჯომის გუნდი სამკურნალო! მადლობა ბავშვებო, გუნდი სამკურნალო გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ოთარ არბოლაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით ზაალიშვილს და ასევე IP ჩვენი ბორჯომისთვის თავმჯდომარეს ქალბატონ ქეთევან ნოზაძეს. იუმორისტული ნომრის ბოლო მონაწილე აბაშის გუნდი სულგუგუნი. მოგესალმებათ აბაშის გუნდი სულგუგუნი. როგორც ხედავთ მარტო ვარ. არაფერი შემჭირდება გაფერისტი. ატყუებ, ვის ატყუებ ბიჭო? კაი დავანებოთ მაგაზე ლაპარაკს თავს წარსულია.
ისე აქ უკვე იმდენი ხანია ვთამაშობ, რომ გარკვეულწილად მასპინძელი ვარ. აბა, რა გესიამოვნებათ? ჩაი, ყავა. ყავა მომე, ესპრესო, უნალეკო, რასვარი მესამი ერთში ყავა მომე, ესპრესო, უნალეკო, ჯიაკობს. ყავა მომე, ესპრესო, უნალეკო, რასვარი მესამი ერთში ყავა მომე, ესპრესო, უნალეკო. Espresso una lieco. მოგესალმებით ყველ. მოდი აქ. აი ბიჭო, რა იყო 10 ლარი გედო მარტო მაქსაფულეში შენზმობას ვიცავარ. რა საფულეში გეცო? აი, გარგაიგია ჯერ. კაი ბიჭო, რა იყო პატარაზე გავუსვი სულ იმანქანას, ხო ყიდით იკაცო მაინც. რა მანქანას გავუსვი ბიჭო, მოდი აქ. კაი ბიჭო, ხო მითხარი სერიოზულად არ უყურებ მაგოგოსო. რა? აბა რა გიდა რას მომსდე ვერ გავიგე. რატო დაისხი ჩემი შამპუნი? შამპუნი ბიჭო. შამპუნი არაფერი წყალი ჩაასხი, შიგნით გამოავლე და წამოვა თავისით. ხო, აბა ისე ხო არ დაგტოვებდი, შემიწმა ხარ ხო იცი? ვიცი. ხო, აბა რა. აბა გაჩვენით რა სულ ლაპარაკო, დაიღალა ხარ. აი, დაანებე ამას გიორგი თავი. აი ბიჭო, რა უნდა უთხრა, მამა ჩემი სტოლა ბავშვია. გაჩერი. როგორ შეგეფერება ისე გამოდი ახლა დროზე? რა ხდება? რა ხდება? ბიჭებო, დღეს ბოლოჯერ ვთამაშობ. მოიცა პირველი როდის ითამაშა კითხეთ ერთი. კაი დამანებეთ დავი, ისე დათუნა, შენი ასაკი მომცა, თქვენი მადა, ლუკას გარეგნობა და მე ვიცი რა. ამდენი თამაშია მაბულინგებთ ბიჭო. თქვენ მე ვინმე ხوار გეშლებთ. იცით მე ვინე ვარ? თორნიკე ვარ ხურცი. გადამიცივდა გული. აი თორნიკე შევეშვათ ახლა. რა არის ტრენდში რისი გაკეთება შეიძლება ახლა აქ? ტრალალელო, ტრალალა. დაანებეთ ამ ბაბუა ჩემს თავით თამამ სოფლიო ვერ გავიგე. აი დათურა, მიდი ახლა ლექსი მოყევი შენ, მიდი. რა ვიცი მე ლექსი? იცის ახლა თქვენი ერიდება უბრალოდ რა ამა იმდენი ლექსები იცის. მამა ჩემა სახლთან ახლოს დარგო ვაშლის ხე. იზდება ხეთა, იზდება. არტონია. გამოდი აქეთ. ისე ბიჭებო. კარგით რა ბიჭებო, კარგით რა დავიყალე ამდენი ჩაგვრით. 4 სეზონია ვთამაშობ და ისე ვარ სცენაზე თითქოს საერთოდ არ ვიდგე. ახლავე გამოვასწორე. მაშასე, თორნიკე ხურციას ბენეფისი ქართული ლიგის სცენაზე. ჩვენ თორნიკე ხურციას შესახებ 3 წამიანი ბიოგრაფიული ფილმი გადავიღეთ. უი მორჩა. თორნიკე ხურცია არის წვის ნაღდი ტყავია ხალხო. თორნიკე ხურციაზე უამრავი ფილმია გადაღებული, მათ შორის მეებებია ილიკო, თორნიკე ხურცია და ილარიონი. თორნიკე ხურციას პირველი სიტყვა არ ყოფილა დედა, არ ყოფილა მამა, მამ პირდაპირ თქვა. დანგრეტი. თორნიკე ხურციას სქესი იცით როგორ გაიგეს? ბუშტი გახეთქეს და შიგნით შიშველი იჯდა. თორნიკე ხურციას სამფერი უყვარს, ყვითელი ბეჟი და კარიჩნი. თორნიკე ხურციას ერთხელ ადრიანა ლიმამ მიწერა, მაგრამ არ გახსნა, ვირუსი ეგონა. ერთხელ კიდე თამოვაშალო მიწერა, გახსნა და ვირუსი ყოფილა. თორნიკე ხურციამ დაწერა ჭაბუ ამირეჯიბის დათათუთაშხია. დღეს მე თორნიკე ხურცია ვარ. შენ თორნიკე ხურცია ხარ. ჩვენ ყველანი თორნიკე ხურციები ვართ ხალხო. ზვიოს გარდა. იმდენ რომ ზვიო მაინც სულ სხვა დონეზეა ხო ხდებით ახლა. აბა როგორი იყო რა სიტყვით ბიჭებო? აბა კიდევ რა გესიამოვნებათ? პური თუ სანახაობა? შენ ვიცი რას გესიამოვნება? თორნიკე რა გესიამოვნება? სანახაობა. სანახაობა. მაშასე თორნიკეს ახათრით. ჭიჭიატურები.
შენმა სრვილმა დამლია. ეს იყო აბაშელი ჯაზმენი. ჩვენ არ უნდა გქონდეს ფული მაგის დედავატირე. ეს იყო აბაშელი მილიონერი. აუ გიორგი, 1.50 ლარი ჩამირიცხე რა. ეს იყო წურო ჭანტურია და იმიტომ ვაცხადებ რომ რა იქნა ბიჭო ამდენ ხანს ა? აბა, საზამთრო. ეს იყო აბაშელი მემწვანიგე. ეს იყო ლუკას ხუმრობა. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ თორნიკე ხურციას გენიალური სიტყვებით. მიდი, აბა მაგარი ვარო, ესა ვარო, აბა ესა, მიდი აბა, მიდი. ეხა ყველას თავისი მნენი აქვს. ბრავო! მადლობ! თქვენ წინაშე იყო აბაშის გუნდის სულგუგუნი და თორნიკე ხურცია. აბაშის გუნდის სულგუგუნი მადლობა სუხთის გაწეული დახმარებისთვის აბაშის მერიას და მერს ბატონ გიგა გაბელაიას. პირველი კონკურსი დასრულდა, ახლა ჟიურის წევრებს ვთხოვთ, რომ შეაფასონ ჩვენი მონაწილე გუნდები და შეგახსენებთ, რომ შეფასებისთვის მაქსიმალური ქულა არის 10. მაშასე დავიწყეთ. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 9 10 9. მადლობა. ფოთის გუნდი რაია? 8 9. იშვიათი იმერლები. უმაღლესი შეფასება 5-10-იანი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი 10-9-10. ბორჯომის გუნდი სამკურნალო 9 და აბაშის გუნდი სულგუგუნი 10-9-10. მადლობა ჟიურის რომ შეაფასეს გუნდები. სანაპირველი კონკურსის ქულებს დაითვლიან, ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს გაწეული დახმარებისთვის. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს. მას ასე პირველი კონკურსის შედეგები ასე გამოიყურება. ფოთის გუნდი რაია 42 ქულა. ბორჯომის გუნდი სამკურნალო 44 ქულა. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 47 ქულა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი 48 ქულა. აბაშის გუნდი სულგუგუნი 48 ქულა და იშვიათი იმერლები 50 ქულა. შედეგები გავიგეთ, გუნდები უკვე მზად არიან მეორე კონკურსისთვის და ბაბიკო გაგვაცანი რა ხდება მეორე კონკურსში. ლიდერების კონკურსში თითოეული გუნდის წევრი წაიკითხავს ორ ხუმრობას. შემდეგ კი ჟიურის წევრები გადაწყვეტენ, რომელი მათგანი გააგრძელებს და რომელი დატოვებს კონკურსს. გუნდი, რომელიც პირველ წრეზე დაგტოვებს, მიიღებს 1 ქულას, მეორე წრეზე გასული მიიღებს 2 ქულას და ასე შემდეგ. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 6 ქულას. წარმატები ვუსურვოთ. მადლობა, ბაბი. მაშასე დავიწყოთ გუნდების სცენაზე არის აბაშის გუნდის სულგუგუნი. გთხოვთ. In Abasha we don't say I love you. We say არ თქუმოჩვიდნენ ეს კენ. მეორე ხუმრობა. აბაშაში ჰოროსკოპის არ ჯერათ. გოროსკოპი კიდე ხო. მადლობა, ბორჯომის სამკურნალო გისმენთ. ბორჯომელი მეცნიერები დღემდე დაობენ. ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ ბარკალი. მადლობა, მეორე ხუმრობა. ხაშურელი მაზოხისტი დღემდე ხაშურში ცხოვრობს. მადლობა, ტექნიკური უნივერსიტეტის შერეკილი გისმენთ.
გადაცემა რა სად როდის წამყვანი ქალი გახდა და ახლა გადაცემას რა სად როდის რამდენი ვინები საიდან რისთვის ქვია? მადლობა. იშვიათი იმერლები გისმენთ? ოფშკვითის კაფეში სისხლიანი მერის შეკვეთამ პოლიციაში საქმე აღძრა. მეორე ხუმრობა. ქუთაისელი გოგო ბიკინზე რო წავიდეს ჯერ სახლ უნდა წავიდეს. მადლობა იშვიათი იმერლებს. რაია ფოთი გისმენთ? ქართულ სკოლებში ჩინური სწავლა დაიწყებაო. მოიცაბა ქიმია რა იყო კაცო? მადლობა. ხარაგაული ჭირიმე გისმენთ ბექა? ხარაგაულში სტილისტის კაბინეტი გეიხსნა. მაგრამ კაცი შვილი არ დადის. შედალოცვილო როხსნი, ჯერო უხსენი ხალხს სტილისტი და პარიკმახელი ერთდაგივე რო არ და გახსენი მერე, გიშლის ვინმე? მადლობა ბექა, მეორე ხუმრობა. ხარაგაულის საინფორმაციო ცნობით სამშობიაროში 10 კილოიანი ბავშვი დაიბადა. მათ ახლა ორი ვარიანტია, ან საინფორმაციო იტყვება, ან სასწორი. მადლობა, ჟიურის წევრებს გთხოვთ, პირველი წრე დასრულდა, მივიღოთ გადაწყვეტილება. მოგესალმებით, კარგია, ძალიან კარგი მისამებები იყო, მადლობა ამისათვის. დავემშვიდობებით იშვიათი იმერლებს. მადლობა. მადლობა, გთხოვებს იშვიათი იმერლები და კულისებში მიაქვს ერთი ქულა. ბაგძელებთ, აბაშა სულგუგუნი გისმენთ? აბაშელი კარატისტი რაგბისტებთან ძმაკაცობს, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. მადლობა. აბა, სამკურნალო ბორჯომი გისმენთ? ბორჯომელი ტარზანი ტყეში ცხოვრობს და ქალაქის სახს აქირავებს რა. მადლობა, შერეკილი. ქუთაისელმა სტრიპტიზის მოცეკვავემ ძლივს რაღაცა შევიცვი და ამას რა გამახტევიებსო. მადლობა, შერეკილი. რაია გისმენთ? ძალიან აზარტულმა კაცმა ცოლს ღალატის დროს შეუსწრო და ხო ამბობდი, აი ხო ამბობდი, იმენა დავსვიო. მადლობა რაია, ხარაგაული ჭირიმე ბექა. გუშინ ქორწილში ეკალა მომწამლა. ხარაგაულის ექიმმა რატო არ მოკლა ქორწილში ეკალა რამ გაჭამაო. მადლობა, ბატონო ზვიად, ბატონო ირაკლი, გელოდებით. გადავითამაშოთ ორ გუნდ შორის, ეს არის სულგუგუნი და რაია. კარგით. მადლობა ბატონო ზვიად. სულგუგუნი გისმენთ? ხოლო აბაშელი მეძავისგან გაიგონებთ ფრაზას დედო! აბა რაია რას დაუპირისპირებ? ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისეთი პატაზე ჩააწოდა, ქვასაც კი გახეთქავდა. მადლობა. ჟიურის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაგტოვეს ფოთი. ფოთი გთხოვებს და კულისებში მიაქვს ორი ქულა. მაშასე ვაგზელებთ აბაშის გუნდის სულგუგუნი გისმენთ? ეგზით! წარწერა აბაშის მაღაზიის შესასვლელში. მადლობა. ბორჯომის სამკურნალო გისმენთ? ბორჯომის კოლეჯში ლექტორი არასწორად ნათქვამი რექტორი გონიათ. მადლობა ბორჯომი. შერეკილი გისმენთ? ალაფუშეთი ქართველების მოგონილია, დალევის შემდეგ ერთმანეთს კამები რო არ ვესროლოთ. მადლობა შერეკილი, ხარაგაული ჭირიმე. მოსიყვარულე ოჯახი თოხისტარზე იცხოვრებსო. ამის მომფიქრებელს უნდა გადაკრა ბეჭებზე ის თოხისტარი. მადლობა ბექა. ჟიურის თხოვ, გისმენთ ბატონო ზვიად? ესე იგი ხარაგაული ისვენებს სამი საჯარიმო ხუმრობა თუ შეიძლება. კარგით. მაშასე დავიწყოთ აბაშა სულგუგუნი გისმენთ? ხინტკირიების გვარის შეკრება რომ ჩატარებულიყო 30 თოფურია დავამატეთ. მადლობა. სამკურნალო ბორჯომი გისმენთ? შენ თვითონ მე ჩემ თვითონ ძმაო. აცხადებს ბორჯომელი საერთაშორისო დიპლომატი. მადლობა. საქართველოს ტექნიკოს შერეკილი გისმენთ? რუსთავის წყალბურთის ნაკრები ფრენბურთს უფრო ხშირად თამაშობს ვიდრე წყალბურთს. მადლობა. ჟიურის თხოვთ მივიღოთ გადაწყვეტილება. ჟიურის უმრავლესობის გადაწყვეტილებით გტოვებს სულგუგუნი. მადლობა. სულგუგუნს კულისებში მიაქვს სამი ქულა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბორჯომის სამკურნალო გისმენთ? ბორჯომელმა ბუნება დამცველმა სახში მისულ სტუმარს უთხრა. არ შეგეშინდეს ესენი სულ ყველა ფიტულებიაო. მადლობა ბორჯომს.
შერეკილი გისმენთ? იმერეთში არსებული სოლარიუმი დღესასწაულებზე ნამცხვრის შეკვეთებსაც იღებს. მადლობა შერეკილი. ხარაგაული ჭირიმე. რა უცნაური ხალხი ეს ხაშურლები. გუშინ მოხარშულ თევზზე მიმტკიცებდნენ ცოცხალიაო. მადლობა. გთხოვთ? ჟიურის უმრავლესობის გადაწყვეტილებით გვტოვებს 3 ნომერი შერეკილი მადლობა. მადლობა შერეკილმა კულისებში წაიღო 4 ქულა. მაშასე 2 გუნდი დარჩა წარმომადგენელი. ბორჯომის სამკურნალო გისმენთ? წარწერა ბორჯომის ახლად გახსნილაუზე. კოპალნიკევი ჩაიცვით თბილისში ძმაო. ხარაგაული, ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკი. აბა ორნი დარჩით ახლა, მიდი. ჭირიმე. პარიკმახერ ჯემალა სტარკესთან გაგრულ კალენდარზე გამოსახული ნატალია ვიტლიცკაია ერთადერთი შიშველი ქალია, რომელიც ყველა ხარაგაულელ მამაკაცს ყავს ნანახი. მადლობა ბექა. რა ხდება? ამ კონკურსში გაიმარჯვა ბორჯომმა. მადლობა. მაშასე ხარაგაული გვემშვიდობება 5 ქულით და ბორჯომს კულისებში მიაქვს 6 ქულა. გილოცავთ ბავშვებო. მაშასე მეორე კონკურსი დამთავრდა და გუნდებს ხავთ რომ გამოვიდნენ სცენაზე. მე კი შეგახსენებთ გადანაწილებულ ქულებს, იშვიათი იმერლები 1 ქულა, ფოთის გუნდი რაია 2 ქულა, აბაშის გუნდი სულგუგუნი 3 ქულა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი 4 ქულა, ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 5 ქულა, ხოლო ბორჯომის გუნდი სამკურნალო 6 ქულა. მადლობა ბაბიკო. სანამ თამაშის საბოლოო შეფასებებს მოვისვენთ, მინდა ჟიურის წევრებს თხოვოთ სიტყვიერად შევაფასოთ დღევანდელი თამაში. დიდი მადლობა ბავშვებო. კარგი იყო ძალიან, განსაკუთრებით პირველი კონკურსი. ყველანი ყოჩაღები იყავით. მინდა გამოვყო განსაკუთრებით იმერული გუნდები, იმერული ცეცხლი, სულ სხვა. მადლობა ხარაგაულს და იშვიათ იმერლებს. მადლობა. რა თქმა უნდა, ეხლა მეგრული შარმი სულ სხვა, მაგრამ მეც მოველოდი, თქვენ უფრო მეტად გამოცდილი გუნდი ხართ. შერეკილიც კარგი იყო. სამწუხაროდ ფოთმა დამწყვეტა გული, რაია ბიჭოები, არ ვიცი. და ვინ დამრჩა? ნუ ბორჯომი ჩემი მხარია და სუბიექტური ვიქნები, კარგი იყო ბავშვები. ნუ სულ ეს იყო. მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან კარგი თამაშისათვის. მადლობა ბატონო ზვიად. ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი, გისმენთ ბატონო ირაკლი? მოგესალმებით ყველას. კარგი თამაში იყო, დაძაბული თამაში იყო. მე ისეთი ქულებია რომ ბოლომდე არც ვიცი ახლა ვინ გაიმარჯვა და ვინ გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს იმას ნიშნავს რომ თითქმის თანაბრად მიდიოდა თამაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში იმისთვის რომ ჩანდა რომ ყველა ცდილობდა რა დღეს ნამდვილად ჩანდა რომ ყველა ცდილობდა თავისი მაქსიმუმი დაედო. ამიტომ გისურვებთ წარმატებებს და მე მინდა კიდე განსაკუთრებული მადლობა დარბას უთხრა ძალიან აქტიურები ხარ და ასე გააგრძელეთ. აბა წარმატებები. მადლობა ბატონო ირაკლი. ნიკოლოზ მახვილაძე მოგესალმებით ყველას. ჩემი თხოვნა იქნება რომ გუნდებს ტაში დაუკრათ და რაც შეიძლება უფრო მაგარი და უფრო მაგარი კიდე. იმიტომ რომ მე მგონია დამეთანხმებით რომ ძალიან კაი თამაში იყო. კარგი მისლამებები ქონდა, კარგად თავი თამაშეთ. ნუ მეორე კონკურსი ცოტა მოვიკოჭლეთ, მაგრამ ნუ თამაში ეს არის, რა თქმა უნდა, ვიღაცას გამოსდის, ვიღაცას არ გამოდის, მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო და მადლობა ბავშვებო. ირაკლის თქმის არ იყოს ცოტა ქულები მე მგონია ძალიან დაიძაბა და ნუ ნახოთ ვინ მოიგებს, მაგრამ მადლობა რომ ესეთი კაი თამაში იყო. მადლობთ ბავშვებო. მადლობა ნიკუშ, მადლობა ამიკო ჩოხარაძე. ამიკო გისმენთ ჩემო მეგობარო? გამარჯობა. მივესალმები გუნდებს, დიდი მადლობა ესეთი ხასიათისთვის, დადებითი მუხტისთვის და თქვენც აუცილებლად დაუკარით ამ არაჩვეულებრივ დარბაზ ტაში. და
მოკლედ აღნიშნო მინდა რომ გამოიკვეთება რამოდენიმე კი არა და ბევრი ადამიანი და დარწმუნებული ვარ რომ თლიანი თამაშის განმავლობაში ფინალამდე ეს ადამიანები ძალიან დიდ წარმატებებსაც მიაღწევენ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. აქ საქართველოს კიდე ბევრი კუთხეები ხართ და ძალიან მიყვარხართ და კიდე უფრო მეტი შეეცადეთ რომ უფრო მეტი გაგვამხნევოთ ჩვენს და მოგცეთ ჟიურის საშუალება რომ მაღალი ქულები ავწიოთ. მადლობა ამიკო, ბატონი გიორგი გაბუნია, გიო გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს. დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ესეთი კარგები. აბა თქვენ ახლა აპლოდისმენტები დარბაზს მეგობრებო. ახლა დარბაზმა მონაწილეებს. ძალიან მაგარია. ძალიან კარგი თამაში იყო. მე მართლა გემრიელად ვიცინე, ვიხარხარე და დიდი მადლობა ბავშვებო თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ აპატიეთ, სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან მომეწონა იშვიათი იმერლები, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდი. სულგუგუნი ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე, ხარაგაული თავისი კოლორიტით, იმერული საოცარი ახალგაზრდები, ბორჯომი. ძალიან კარგები ხართ და ძალიან მომწონხართ ბავშვებო, როგორც თამაშობთ და ფოთის რაია კიდე ესეთი ძირძველი გუნდი, კარგები ხართ, ძალიან მიყვარხართ, უბრალოდ ხუმრობების თვალსაზრისით ცოტა მეც ველოთ. წამყვანებს დიდი მადლობა და ჟიურის წევრებს ტრადიციულად და რედაქტორებს მადლობთ. მადლობა ჟიურის წევრებს შეფასებისთვის. ახლა კი გაგაცნობთ საბოლოო შედეგებს, როგორ გამოიყურება. ფოთის გუნდი რაია 44 ქულა. ბორჯომის გუნდი სამკურნალო 50 ქულა. აბაშის გუნდი სულგუგუნი 51 ქულა. იშვიათი იმერლები 51 ქულა. გუნდი შერეკილი 52 ქულა. ხარაგაულის გუნდი ჭირიმე 52 ქულა. შემდეგ ტურში კი გადადის ამ შემთხვევაში 4 გუნდი, რადგანაც თანაბარი ქულები დაჯდა და ეს გუნდებია სულგუგუნი, იშვიათი იმერლები, შერეკილი და გუნდი ჭირიმე. დიდი მადლობა. გილოცავ. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ.